მოგესალმებით ბათუმელების პირდაპირ ეთერში ჩვენ ბათუმში ვართ, სადაც საჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან მოვიდნენ ბათუმის ბულვარში სუვენირებით, ასევე ხილისწვენებით მოვაჭრე მოქალაქეები. მათ არაერთხელ გამართეს საპროტესტო აქცია, როგორც ბათუმში, ასევე ბიძინა ივანიშვილს ჩააკითხეს მათ გურიაში, შეკვეთილში. იქ ჩავიდნენ ორჯერ, რომ მიეწვინათ ხმა ქვეყნის არაფორმალური მმართველისთვის, ქართული ოცნების დამფუძნებლისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის. თუმცა როგორც თავად ამბობენ, ამის შემდეგაც არაფერი არ შესწოდა. უკვე რამდენიმე თვეა ისინი არიან მუშაურები, ჯიხურები და დახლები, რომელიც მათ ჰქონდათ გოგებაშვილის ქუჩაზე და ბულვარის ტერიტორიაზე, უკვე აღებულია და გაურკვეველია მათი ბედი, მიეცემათ თუ არა მათ საშუალება ისევ ბათუმის ბულვარში გოგებაშვილის ქუჩაზე რომ იმუშაონ. ეს არის მათი შემოსავლის ძირითადი წყარო, როგორც თავად განმარტავენ, ყოველ შემთხვევაში ასეთია მათი უმრავლესობის განმარტება. ეს შეეხება ათეულობით მოქალაქეს და ისინი ასევე საუბრობენ იმაზე, რომ საქმე გვაქვს შერჩევით სამართალთან, რადგანაც ჩვენ ვნახეთ, რომ რამდენიმე სავაჭრო ობიექტი დაანგრია, ბათუმის დაშალა და დემონტაჟი მოახდინა ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ და მუნიციპალურმა ინსპექციამ ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე, მაგრამ რამდენიმე რესტორანი იქ ისევ გვხვდება, მათ შორის უკანონო რესტორნები, რომლითაც ხელი არ უხლიათ. აქეთ ასევე კიდევ ერთი საპროტესტო აქცია, აქ იკრიბებიან ასევე ბათუმის ბულვარში მოპედებით და ელექტროკვადროციკლებით კვადროციკლების გაქირავებით დასაქმებული მოქალაქეები, მათაც ასევე აღარ აქვთ საშუალება, რომ იმუშაონ ბულვარის ტერიტორიაზე, ასევე ახალი გადაწყვეტილებაა, რომ კვადროციკლები და ელექტრომოპედებით გადაადგილება ბულვარის ტერიტორიაზე არის უკვე შეზღუდული. ამ მოქალაქეებს საუბარი სულ არ უნდათ გამოსულიერენ აქციაზე, მაგრამ ამბობენ, რომ ისინი აპოლიტიკურები არიან და გითხრეს სასტიკი უარი შეიძლება ითქვას გასაუბრებაზე და გითხრეს, რომ არანაირი კომენტარის ისინი არ გააკეთებენ მედიასთან. რამდენიმე დღის განმავლობაში ისინი გამოდიან ამ აქციაზე და დგანან აი აქვე თქვენ ხედავთ რამდენიმე კვადროციკლ საჭარის მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან მდებარე ტერიტორიაზე, მაგრამ ისინი ამბობენ, რომ კომენტარის არ გააკეთებენ, რადგანაც არ სურთ საუბარი მედიასთან და ხას უსვამენ ამას, აი მე ხედავთ შემოვიდები ლაივში, ეს ფრაზა მითხრეს, მე აპოლიტიკური ვარ, ესეთი აბსურდული ფრაზა, რამდენად რა შეიძლება გამოხატავდეს, თავად შეგიძლიათ შეაფასოთ. გავესაუბრები მე სუვენირებით მოვაჭრე მოქალაქეებს, რა შეიცვალა მათთვის მას შემდეგ, რაც დაიწყეს პროტესტის გამოხატვა. მოგესალმებით ბათუმელების პირდაპირ ეთერში. თქვენ რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთხელ ჩახვედით ბიძინა ივანიშვილის, რომ იგეწვინათ ხმა შეკვეთილში, ხო? რა შეიცვალა მას შემდეგ? მე გონდა იმედი, რომ იქ ჩასვით რაღაცა შეიძლება და აი აჭარის თავობას მე ვფიქრობ, რომ ჩვენ თავობა არ ყავს და შესაბამისად უნდა მოვითხოვოთ საქართველოს თავობა. ანუ რეალ გადაწყვეტილებას ვერ იღებს აჭარის მთავრობა, თქვენ ასე ვფიქრობთ და ცენტრში მიიღება, თბილისში მიიღება გადაწყვეტილებები. ვერ იღებს, არ იღებს, ჩვენ არავინ არ გვაქვს ეს ყურადღებას. ისეთ რაღაცებს თავაზობენ, რაც ამ ესეთი სიტუაცია რაც მოხდა და ყველა გენერალს აყარენ და ყველანაირად გონადგურენ უარეს გვიპირებენ. ანუ მაგენის შემოთავაზებით უარეს გვიპირებენ. რა შემოგთავაზეს? შემოგთავაზენ 30 ობიექტში 10 ობიექტი, გამოვა აუქციონი და გამოვა ისეთ ადგილზე, სადაც ტურისტი არ დადის. ან რომელი ადგილია ეს? ეს არის ახალი ბულვარი, ოღონ აი ბავშვების სასეირნო პარკი არის. და ხოლო ანუ ზღვა არ არის, მაგრამ პლიაჟი არ არის, ზოგადად გამსვენებელი არ არის. არის მხოლოდ საღამოს მოსეირნე ბავშვები. აი ეს ადგილი შემოგთავაზეს. ეს კითხეს ბათუმის მერიაში. ბათუმის მერია ეს ლოკაცია. ანუ გითხრეს, თუ თქვენ თარახმა ხართ აუქციონზე გამოვა ეს ტერიტორია, ხო? ახალი ბულვარის ტერიტორია. ჯიხური უნდა გავაკეთოთ ჩვენ, რომელიც შეიძლება მიახლოებით 30-ს არამდე და ეს თანხა უნდა ჩავდოთ ისავე ჩვენ და თან უნდა დაგვაქციონ რა, ასე ვთქვათ. რატომ? ამიტომ არ იქნება მყიდველი ტერიტორია. და მიიყვანო იქ. აი ესეთი ადგილი. სუვენირისთვის. ნახე, სადაც სუვენირი იყიდებოდა, სადაც ტურისტია, ჩვენ იქ გავართ. შესაბამისად. აი, იქ რო ტურისტი იყოს, ჩვენ იქ ვიქნებოდით, არა თუ სამაგიეროდ და არა თუ ბულვარში. იქ რადგან ტურისტი არ არის, ამიტომაც არ ვარ ჩვენ იქ. ანუ იმ ტერიტორიაზე გოგებაშვილის ქუჩაზე თქვენ გქონდათ მანამდე ჯიხურები, უარს გეუბნებიან იმ ტერიტორიაზე, რომ ისევ იმუშაოთ, ხო? რა თქმა უნდა, ნახეთ ტურისტი მოდის ბათუმში სხვადასხვა ლოკაციებში. არის ლოკაცია, იგი რა ქვია,
პიაცაზე, არის რა ქვია ერას მოედანზე, არის მინოდა ალისთან. ან დღისით სადაც გადაადგილდებია. კი, რა თქმა უნდა, სადაც სანახაობაა და რაღაცას ნახულობს. არის რა ქვია მინოდა ალისთან საბაგიროსთან და არის რა ქვია ძველ ბულვარში. კოლონადებთან. კი, შესაბამისად ამ ადგილებში ვარ. ამ ადგილებიდან აყვარენ და გადაყვარენ ის ადგილებს, სადაც იქ ტურისტი არ არის. არანაირი სანახაობა არ არის. ან თქვენ უარს ამბობთ ამ შეთავაზებაზე და არ გსურთ რომ ამ აუქციონში მიიღოთ მონაწილეობა. ადამიანი რო შტერად ჩათვლის, ანუ თუ დათანხმდები, ესე იგი შტერი ყოფილიყო და ჩვენ არავინ არ ავართ. კატეგორიას არ მოვიყვებით. ეს უშუალოდ მერმა შემოგთავაზებთ თუ მინდა გელაპარაკოთ. ბიბძოლებს ბოლომდე ჩვენ არ ვითხოვთ ამ სხვა რაღაცას ვითხოვთ იგი რა ქვია ჩვენი ბიზნესი არ წაგვარდეს. ეს უშუალოდ მერმა შემოგთავაზებთ თუ სხვა პირი შეგახოთ. მე ანუ გიორგი ცინცაძე შეგხვდა. რამდენი დღის შეგხვდათ? ალბათ ერთი კვირისი. ან მას შემდეგ რაც თქვენ ბიზნევანიშვილთან ჩახვედით? კი, ბიზნევანიშვილთან. იქაც რომ ახლა გქონდა გავლენა, ანუ ივანიშვილთან რაღაცთან ჩახვედით, ამის შემდეგ მიიღეს ეს განწყობილება. ვერ გაიგე, ანუ ნახე თუ გავლენად დავარქვა, იმიტომ რომ გავლენა რო გქონდეს და აი რაღაც ყოფილიყო იქიდან, მაშინ აი ჩვენ რასაც ვთავაზობთ, იმაზე წამოვიდოდეთ. ჩვენ დავაზობთ, რაც იქნება ქალაქისთვის კარგი, რაც იქნება ვაგენისთვის კარგი, ბიუჯეტში გული შევუვათ და რაც იქნება ჩვენთვის კარგი. აი ამას ვთავაზობთ ჩვენ. მაგრამ გავლენა იდეაში საერთოდ არ უნდა იყოს, ხო? ის არ არის თანამდებობის პირი, ივანიშვილი არ არის თანამდებობის პირი. ის არ არის ხელისუფლების წარმომადგენელი. მართველი. ანუ ასე ხედავთ თქვენ რომ ქვეყნის არაფორმალური მართველი თვითონ არის? ხო, რა თქმა უნდა თვითონ ვინა ივანიშვილი არის თავარი დღეს საქართველოში. ეს ყველა მიცის. მეც და ბავშვს უშეიკითხოს თავარი არის. ანუ ის იღებს რეალურად განწყობილებებს და არა ხელისუფლება, ხო? ხელისუფლებას იღებს, მაგის იღებს, მაგრამ აიღებენ. ანუ ეს არის თუ თანხმად რაშია იმ შემთხვევაში, მაგრამ განწყობილების მიღები ანუ ინიციატივა მოდის მისგან, ხო? ანუ თვითონ და იყოს თანახმა. ან მაგას ვერ გიტყვით ახლა ვინ აყარა კონკრეტულად ბიზნამ ესე იგი იყო რა ქვია დავალებით თუ ვისი დავალებით იყო რომ აყარენ და შეგვეხენ ან დალაგებას ვისი იმითინა მაგრამ გავლენა რომ აქვს ბიზნა ივანიშვილის ეს ვიცი და ერთი ზარი დათვალე რომ ყველაფერი იქნება მაგრამ ამის გაკეთება ივანიშვილს არსობს თქვენ ასე ხედავთ მე ვფიქრობ რომ არის ის თორემ ჩვენ ისეთ რაღაცას ბიზნესი ისეთ რაღაც ბიზნესი აღვარდეთ რაც სავიზიტო ბარათია ჩვენი ქვეყნის ბათუმის ავიცი პირით სუვენირის ქართულ სუვენირის ჯიხურები იყო სხვა რატომ ჩათვალეთ რომ არ იცის ან თქვენ ყველაფერს აკეთებთ რომ გააგებინოთ თქვენი ამბავი გახათ აქციაზე ბათუმში მასთან ორჯერ ჩახვედით მე ვფიქრობ რომ ბევრს არ უყვარს ჩვენ იმას რა ქვია ქვეყანა და შესაბამისად ხალხიც მაგრამ მე არ მგონია რომ ასე შესრულებული იყოს ჩვენ ქვეყანაზე და ჩვენ ხალხზე ბიზნა ივანიშვილი რომ ქართული სუვენირი აგზავნოს რა ვიცი კარგი თქვენი სახელები არ შემეხსენეთ ზურაბ ლომთაძე მადლობა ბატონო ზურაბ რაც მინდა თავარი რაცაა ჩემთვის და რაც რა ვიცი მე ძალიან შეურაცხყოფილი ვარ და თვითონ რა ვიცი აი დილიდან ვარ რადგან ვერ მივახციეთ ჩათვალეთ რომ ზურაბ ბატარიძე შეხვდებოდა ამიტომ რომ აი ჩვენ წარდგენაზე ვიყავით და თხოვე რომ გადაიქცო უმაღლეს საბჭოში ვიყავით და თხოვე რომ გადავაიდეთ მერთან როცა მას ამტკიცებდნენ მაშინ იყავით უმაღლეს საბჭოში და დაგვიდნენ გამიგე დაგვიდნენ ვიცოდით რომ გვატყუებდნენ მაგრამ აიც წავედით და მივედით იმაზე რომ გადავედით მერთან აი მის მერე მოვდივართ დღეს 10 საათიდან ახავართ ვიცით რომ შიგნი არის იმიტომ რომ აქ ბიზნესმენები დადიოდნენ და ხვდებოდნენ და აი სახელმწიფოდან შეიპარა და შესაბამისად დაღამდა და წავიდა. აი სახელმწიფოდან გაიპარა. ეს როგორ ხდება მე რატო ვაკეთებს ამას? ანუ ჩვენ ქართულ ხალხს რომელიც ჩვენი შეატანებით და ჩვენი ნაშრომით აქვს ფასები ებარები იქნებ იმიტომ ხდება ასე რომ არ არის ეს პროტესტი ერთიანი ხო თქვენი საპროტესტო აქცია ხარ არის სალკე აი გახართ 5-6 მოქალაქე ამ სუვენირებით მოვაჭრეები აქეთ არის ნახეთ მეორე სხვა ჯგუფი რომელიც კვადროციკლებით ვაჭრობდა ბულვარის ტერიტორიაზე სალკე დგას ამბობს რომ კომენტარი საერთოდ აპოლიტიკური ვარ იმის იქეთ ერთ ორ საათში მოვლენ ევროპულ საპროტესტო აქციაზე იმას კიდევ არავინ თქვენგან არ უერთდება ხო არის თქვენ არ უერთდებით არც ის მოპედები არ უერთდება უერთდებით ნახე მე მაგალითად აი
უერთდები პირველ რიგში აქციებს, მაგრამ აი ჩემი გაჭირება იმასთან არაფერი არ არის, რაც ხდება თბილისში. აი ეს აქ ბავშვებზე წამა. ყველას უერთდებით, რაც ხდება არასწორად. მაშინ რატომ არ მოდიხართ იგივე პროევროპულ აქციაზე? რაც დილიდანავთ გავართ, ამიტომ ჩვენც ადამიანები ვართ, ვიღაცა დაიღალა, ვიღაცას რაღაცა ბავშვი. არა, სიმბოლურად რომ მოხდეთ რამდენიმე წუთით. პროევროპულ აქციაზე ერთხელ მაინც ეს წელიწადზე მეტი ხანია გრძელდება ეს აქცია, ხო? და ვიღახანია მე მაგათაც დავდივარ. რომელიმე აქციაზე იყავით ამ პროევროპულ აქციაზე? თქვენ აქციებს არ გულისხმობ, პროევროპულ აქციაზე თუ იყავით და ჩემი შეკითხვა ნახეთ რა არისო, იქნებ იმიტომაც ახერხებს ის რომ ზურა პატარაძე ბედავს რომ თქვენ არ ხვდებათ, იქნებ იმიტომ ბედავს მათ შორის ქვეყნის არაფორმალური მმართველი რომ დაიგნოროს თქვენი მოთხოვნები და ადამიანის უფლებები ფეხბურთში გასაგებია და ამის დემონსტრაციულ მაგალითებს ჩვენ კარგად ხვდებით რუსთაველზე განსაკუთრებით ხო, სადაც პირდაპირ ძალადობენ ადამიანებს და იმეტებენ სიკვდილისთვის და ამის შემდეგ არავინ არ ისჯება, ხო? იქნებ იმიტომაც ახერხებს ამას ხელისუფლება, ნუ პოსტში ქართული ოცნების არალეგიტიმური მთავრობა, რომ თქვენ არ ხართ ერთიანი, პროტესტი არ არის ერთიანი. რას ფიქრობთ ამაზე? პროტესტია და სწორი პროტესტია იქამა. არ არის სწორი პროტესტი თქვა პროევროპული აქციები. არის და ვარ, მაგრამ სულ ვერ ვიქნები, გამიგე? არა, სულ ვერ იყავით და ერთხელ მაინც იყავით ამ აქციაზე. ბევრჯერ ვიყავი. ანუ რომელიმე საღამოს აქციაზე, პროევროპულ აქციაზე იყავით? ბატონო, ვიყავი ამბულანს აფხარ. ისე ვიყავი, რომელზედა ვერ აქციებზე შევანი. არა, სხვადასხვა აქციაზე არ გულისხმობ, გულისხმობ ბოლო პერიოდში რაც მიმდინარეობს ამ აქციებს თუ ერთება. ამ ჩემი შეხედულება, ჩემი მე ჩემი თავზე ვიღებ, ვიყავი და დავდივარ და ვიღაც არც იქნება სწორი. კარგი, დიდი მადლობა თქვენ. კარგი. მოდი ქაბატონ ანასმინა გავესაუბრო. არა, გენეცო ირმა. ირმა ბოდიში, ქაბატონი ირმა, თქვენი გვარი შევახსენეთ. ხიმშიაშვილი. ირმა ხიმშიაშვილი. მოდი მოგვიყვებით ამ შეთავაზებაზე გველაპარაკებოდა ახლა ზურა, რომ შემოგთავაზე ბათუმის მიერმაო, რომ გამოყოს კონკრეტული ტერიტორია ახალ ბულვარში, პარკის ტერიტორია, სადაც შეიძლება განთავსდეს ჯიხურები და გამოცხადდეს აუქციონი. რას ფიქრობთ ამ შეთავაზებაზე და რატომ არის უარი თქვენგან ამაზე? რატომ მეუბნებით უარს ამაზე? რატომ მეუბნებით და იმიტომ რომ 19 წელიწადია კიდევ ვამბობ ქუჩაში ვდგავარ და ვიცით ჩვენი ტერიტორიები რას წარმოადგენს, როგორც მათ საქმეში არ ვიცით ჩვენ რა ხდება, ისე არ იცით თვითონაც რომ ჩვენ სქემაში რა ხდება. იმიტომ არ გვინდა რომ ჯერ 30 ჯიხური იქ რო გადავიდეს. ჯერ გთავაზობენ 22,000-იან ჯიხურს ნუ დაახმის. ეს რას გულისხმობთ? ანუ 22,000 ლარი მჭირდება ჯიხურის მომზადებას? იმისთვის ისაუბრეს, რომ ნუ ეს დასკვნა გამოიტანეს, რომ ეთყობა ფიქრობენ, რომ 4 თვის განმავლობაში ჩვენ იმდენი ვიმუშავეთ მთელი სეზონი, რომ გადანახული ფულები გვაქვს. ხო და ამ ჯიხურებისთვის გვაქვს შენახული ალბათ, მაგას ფიქრობენ, იმას არ ფიქრობენ, რომ ამ ხალხის უკან ამხელა პრობლემებია და ეს პრობლემებისთვის არ დაგვიღწევია თავი. ანუ 22,000 გთხოვეთ თქვენ ჯიხურის განთავსებაში? არა, ნუ გადაიხადეთ თქვენო და გააკეთებინეთ. ისე შეიძლება გაიზარდოს ეს ფასი, ხო, აუქციონზე თუ კი ალაპარაკე. მაგრამ ჯერ ადგილიც ღირს იმ ადგილას, რომ ამხელა თანხა გადაიხადეთ. მაგრამ ადგილში ხდით ამ თანხას და ჯიხურის მომზადებაში. ჯიხურის. და ადგილში კიდე სხვა თანხა და ადგილში კიდე სხვა თემაა და ჩვენ ახლა აი ადამიანები ვეუბნებით რომ ხალხი ვიძახით რომ 20 ლარი ჩვენთვის ფულია და შემოსავლის წყაროა და ამხელა თანხებზე რომ ადის საუბარი და თან სადვიშვებ ქვეყნის დასალიერში იქით რატო არ მიშვებ თუ კარგი ადგილია რატო არ მიშვებ შემოსასვლელში რასაშავის გადანაწილის ეს 30 ჯიხური იქვე ხო არ იდგა თვითონც კარგად იციან რომ იქ არ იდგა 30 გადანაწილებული იყო ეგერ მწვანე კოდზე იყო ეგერ სადღაც არის ადგილები კიდე შეთავაზება იყო რომ ჩვენს დაგეხმარებით ურთიერთ შეთანხმებით ყველაფერი მოგვარდება ადამიანს რო სურს რომ მისი მოქალაქე დაკმაყოფილებული იყოს ყველაფერი მოხერხდება ნუ თუ ახლა 4 თვის განმავლობაში შენ ვერ აკეთებ იმას 4 თვის განმავლობაში ვერ წყვიტავ და 4 თვის მერე გამოდიხარ და მეუბნები ეგერ წადით და იქ არისო ხალხი მოძრაობს იცით იქო 1.5 საათი თუ შეირბენილი ეს მერმა გითხრათ ყველა მაგას გვეუბნება აი გოგებაშვილი გამორიცხე გამოსამაში ჯიხურები რითაც თქვენ მუშაობდით ამ ჯიხურებს რა ბედი ეწია ის რაც აიღო ინსპექცია ის რა ბედი ეწია და მაგება ბევრჯერ ეწია მაგ ჯიხურებს ბედი იქ აიტანეს აეროპორტთან მე მგონი სადაც აქვენ განლაგებული ანუ სათავსოში აი ნუ ახლა დააკვირდი რა იგია მიახლოვეს ჩვენც მიგვეახლოვეს იქ არა დიდი განშორება სადაც ჩვენ გვიშვებენ ადლიისკენ მაგ მხარე ხო არის
კი. მაგრამ ეს ჯიხურები არის საწყობში საწყობში მოთავსებული. ისინი უკვე აღარც ივარგებს. სამუშაო ფორმაში არ არის რომ მაგით თქვა რაღაცა მოითხოვო და რაღაცა მაგით გააგრძელო მუშაობა, მაგრამ რაღაცა ადეკვატური ზომები ხომ უნდა მიიღოთ. ისედაც ასოციალური მდგომარეობა ხო? ეს ჯიხური რატო ჯდება ასე ძვირი? ამაზე რა განმარტება მიიღე? ნუ ჯიხურიც არ მოგწონს. ჯერ ისეთია რომ გეგონება გაზეთები უნდა ჩამოალაგო და გაყიდო არ მოგწონს. ფაქტიურად არ არის, აი სუვენირები. შემოთავაზეს მაკეტი როგორი ჯიხური უნდა იყოს. და თქვენ რომ მომზადოთ თქვენ ცალკე ეს ჯიხური არ შეიძლება, ასე თქვენი ხარჯები. არიან იგივე დიზაინში. ნუ არიან ჩემი მეგობრები, რომელსაც ესმის ეს თემა და მეუბნებით, რომ მოხდეს ურთიერთშეთანხმება, ერთი მეორის შეთანხმებით, თქვენი მხრიდან, ჩვენი მხრიდან, ადგილებზეც ვეუბნებით, ამ ჯიხურებზეც ვეუბნებით, მაგრამ არა, აი იქ და მაინც ითხოვენ რომ იქ ჩავიდეთ და თქვენ წარმოიდგინეთ, იქ ახლა მოპედებსაც იქით უშვებენ, სუვენირებსაც იქით უშვებენ, წვენებსაც იქით უშვებენ, ყველაფერს. ხო, მოპედებს მაინც თქვენს წინა შემთხვევაში რომ იგივე ადგილი შემოგთავაზეს. ხო, აკვაპარკის შემდგომი ნაწილი რომ აი ამ ტერიტორიაზე იმუშავდა, რაც პრაქტიკულად წარმოუდგენლად რომ ასობით მოპედია და ელექტროს ეკაცო ყველას მუშაობა უნდა. ვის ეთყვი ახლა სახში წადი და არ იმუშაო. ვის ეთყვი? მაგრამ რო ბერამე ეს პრობლემებია ხალხს კაცო, ვის უნდა უთხრა. მე რა მაინტერესებს რომ დათანხმდეთ თქვა იმავე ადგილს და თქვენივე დაუშვათ რომ დაუშვათ მე რა მაინტერესებს დაუშვებელია დაუშვათაც არა დაუშვებელი მაგრამ თქვენივე ხარჯებით რომ გააკეთოთ მომზადოთ ეს ჯიხური იგივე დიზაინი ნახე რაში მდგომარეობს ასე არ შეიძლება რაში მდგომარეობს საქმე აი იქ ორ თვესაც ვერ მუშაობ ორი თვეც ვერ იმუშაობ ჩვენ ამ გოგებაშვილს რატო სამთარ საფხულს გავარდი იქ გოგებაშვილზე არა გადანაწილდეს ვამბობ გადანაწილეთ მანდამაით 30-ვე ჯიხური გოგებაშვილზე არ გვინდა გადანაწილება მოხერხდეს არა მანამდე იდგა 30 ჯიხური წლების განმავლობაში 30 ჯიხური იდგა მწვანე კონზე და იყო რუსთავეზე რაღაც გადანაწილებული იყო დელფინარიუმთან იყო გადანაწილებული იყო ფაქტურად 10 ჯიხური იყო მე მგონი თუ 15 გოგებაშვილს ზუსტად არ ვიცი ხო და თქვენ არ მუშაობდით მე მუშაობდი და ადმირალი რო არის ის გადმოღმა მხარეს სასტუმრო რომ იყო ადმირალი სუვენირები დროშებთან სუვენირებზე კი სუვენირებს და ორი თვის განმავლობაში ახლა დააკვირდი და როგორ უნდა დავთანხმდე იქ ორი თვის ორ თვესაც ვერ მუშაობ და მახტევინებ 22000 ლარს იმაში ჯიხურში ჯერ მე კიდე მაგენს კიდე რა მოუვა თავში რომ შეიძლება გათამაშოს კიდე აი სადაც გაიდგას უნდა ის ჯიხური და აშენ ახლა გენაცვალე მაგდენი რომ იყოს მაგდენი თანხები და თან ადგილს როგორ თავაზო სართავაზო ადგილს რა გამოდის რაზე ზრუნავს მაშინ ივანიშვილი თქვენ ივანიშვილთან ორჯერ ჩახვედით ხო როგორც ცნობილია ახლა ივანიშვილთან ჩავედი რომ ახლა რა თქმა უნდა მაგას ორი სიტყვა აქვს ჩვენ ახლა მე პოლიტიკურ განცხადებაზე იმასა საერთოდ ადამიანი რო ებადება უკვე პოლიტიკოსია მაგაზე შევთანხმდეთ რაც არ უნდა იყოს მაგრამ ამ წუთას ანუ შეუძლებელია იყო აპოლიტიკური საქართველოში ხო რაღაცა ახლა მაშინ უგზნობი უნდა იყოს შეგრძნება არ უნდა კონდეს ადამიანს მაგრამ ამ წუთას ახლა აი ჩვენ რაც გვაინტერესებს ხო და რაც არის ეს არის რომ ამდენ თქვენთვისაც კარგია ხალხო თქვენთვისაც რომ ამდენი უმუშევარი ხალხი არ გეყოლებათ აგერ ისედაც სოციალური მდგომარეობა გაჭირვების პირასაა ქვეყანა მისული და ვისაც და რა გამოდის ხალხის გასაჭირის არის მის ივანიშვილს აი რა გამოდის თქვენი მაგალითი მე მგონი უნდა ესმოდეს ახლა აი დილიდან გამოვდივარ რომ რაღაცა კარგი იქნება რაღაცა აი გამორიცხეთ გოგებაშვილი აი იცით რა იქ ჩავიდეთ ნახოთ ადგილ სასეირნო ცალია ახლა რო ვისეირნო მე ეხლა რამდენი საათია აქ დგახართ დაჭერის მთავრობის ადმინისტრაციის წინ დღეს დილიდან 10 საათიდან აქვია აქ ხარ დილის 10 საათი ერთი დღე არ გავჩერებული ვარ ხათ გოგებაშვილისა მერიაში ორბელიანზე ვარ მერიაში და აქ დღეს არავინ არ შეხვდა დაჭერის მთავრობის ადმინისტრაციიდან არა ერთი ბიჭი იყო გამოსული დილობიანად ახლა ვერ ვიტყვი რომ არ იყო მაგრამ როგორც ასეთი პატარიძე არ შეხვდა ძალიან დიდი იმედი მქონდა რომ ის შეხვდებოდა და ვინც გამოვიდა მან რა გითხრა რა შემოგთავაზა აი არა იმან გითხრა რომ წავიდეთო დავათვალიერეთო ის ადგილებიო აი ქვემოთ სახალბულვარისკენ მაგრამ ჩვენ არ დავთანხმდით იმიტომ რომ ადამიანს იქ რო წაყვები შენ თანახმახარ უკვე თანახმახარ ახლა კი დიდი პატივისცემა იმის გამოვიდა დილობიანად დაგველაპარაკა გაგვესაუბრა მაგრამ ეს ახლა განათლებული საუბარი კარგია ძალიან სიამოვნებს რომ განათლებული ხალხი ყავს მაგრამ ისა რა ქვია ხალხის მდგომარეობაში უნდა ჩადგეს მარტო ესე არ შველის კარგი დიდი მადლობა თქვენ რომ გაგვესაუბრეთ მოგეთ ასეთია მოქალაქეების გზავნილები მოქალაქეები რომლებიც ვაჭრობენ სუვენირებით ასევე ხილისწვენებით მოგესალმებით ქალბატონო რამდენი ხანია ხართ თქვენ რაც უმუშევარი ხართ უკვე თქვენ რით ვაჭრობდით ბატონის ბულაში სუვენირებზე მეც რა თქმა უნდა 4 თვეა გაჩერებული ვარ
ძალიან გული გწვია ჩვენ ამ საქმეში, იმიტომ რომ თუ ასე ფიქრობდნენ, რომ ჯიხრები უნდა აიღოს, ჩანაცვლება უნდა მომხდარიყო, თავის დროზე რომ მომხდარიყო, შეიძლებოდა და ჩვენ არ გავჩერებულიყავით. მოეტანათ რაც საჭირო იყო და ჩანაცვლება მომხდარიყო ამის. ხომ შეიძლებოდა ასე? თქვენი ქონდა დახლი თუ ჯიხური? ჯიხური. რომელ ადგილზე მუშაობდით თქვენ? საბაგიროსთან მიმდებარე და გოგებაშვილზე. ხო. ეს დიზაინი იყო შეთანხმებული ასევე მერიასთან, ხო, რითაც თქვენ მუშაობდით? შეთანხმებით და ხელშეკრულებით და ნებართვით. უნებართვით ჩვენ არ ვიყავით. უცებ აღმოჩნდა უკანონო. უცებ ერთ დღეზე აიღეს და მის მერე არაფერი პასუხი არა. ჩვენ აქ რომ მუშაობდით, ამ ჯიხურებმა თავისთავად ეს ბანკები მოიკიდა, იმიტომ რომ თანხებთან იყო დაკავშირებული. ეს ბანკები, ეს ვალდებულებები აღებული ამდენი. ხო და 4 თვის გაჩერება ახლა წარმოიდგინეთ ჩვენთვის რამხელა ზარალია, რამხელა დანაკლისია. რომ ვითხოვთ აბა დღეს აბა ხვალ კი ხვდებიან. მოდით ორშაბათს მივალთ არაფერი. არა, ეხლა ხუთშაბათს მოდით. ახლა ვფიქრობ იმედით ვართ რომ მივალთ ხუთშაბათს, რაღაცა გადაწყვეტეს, რაღაცა შეიმუშავეს გეგმა და რაღაცას გვეტყვიან ახალს, არაფერი. რა გამოდის ისე ამდენი პროფესიის გამოხატვაში? აი ასე დავდივართ. რა გამოდის, რასთან გაქვს საქმე და რაზე ზრუნავს ხელისუფლება? ძალიან დიდ უსამართლობასთან გვაქვს საქმე. რომ ვითხოვთ, რომ გჭირდება, ხომ შეიძლება ცოტა ადამიანურად გულთან მიიტანოს ეს ამბავი ხალხის გასაჭირი და ცოტა გადმოგვხედონ, ცოტა რომ იმუშაონ ამ თემაზე, ამ საკითხზე მოუგვარებელი არაფერია. არაფერია, რა არის მოუგვარებელი აბა? არაფერი. თქვენ იყავით მათ შორის ჩასული ივანიშვილთან, არ ვიცი თქვენ პირადად იყავით თუ არა, თქვენც იყავით, ხო? ორჯერ იყავით თქვენ ჩასული. და რა გამოვიდა ისე? მხოლოდ ის გამოიღო რომ მერთან შეხვედრა მოვახერხეთ. მანამდე ამასაც ვერ ახერხეთ. ან თქვენ ფიქრობთ რომ თქვენ როცა ჩახვედით ივანიშვილთან, ამის შემდეგ მიიღო დავალება ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ რომ უნდა შეხვედროდათ. ხო და როგორც კი. უფრო ფაქტი იყო რომ მანამდე არ ხვდებოდათ, ხო? და ამის შემდეგ კონკრეტული შეთავაზებაც მიიღეთ, რომ აი ახალი ბულვარის ტერიტორიაზე იმუშავეთ, ხო? ვიცით რა, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე ფაქტიურად ეხლა ყველამ ვიცით უკვე რამდენი წლებია ამ სფეროში მუშაობ. მაგარი არ არის სამუშაო ადგილი. რატომ გვეუბნებიან რომ ახალ ბულვარში ახლა ეს რა გამოდის უკაცრავა და თავიდან მოშორების ამბავი, თავიდან მოცილების ამბავი, რომ ჩვენ აღარ მოვიდეთ აღარში ვარცხოთ არავინ და რომ პრაქტიკულად ვერი მუშავებთ იქ არ იქნება კიდევ ორი თვე თუ იმუშავებ. მე მთელი წელი გაჩერებული ვარ. ეს ერთი და მეორედაც მაქანა ისეთი ადგილებია ყოველ წელიწადში ბათუმელები ვარ და ვიცით ხომ შტორმია, გრევა, ლეწვა, ყველაფერი და არაფერი მისადგიზე არ რჩება. ეს ხომ ვიცით. ახლა რატო წავალთ მაგ სამუშაოდ ვითხარი. ვიცით ხომ რომ არ შეიძლება მაგ არ გვინდა სადაც გვინდა იქ რომ გვამუშაოთ რა მოხდება რა ან გოგებაშვილზე წლის სხვა სეზონზეც გქონდათ მუშაობა იქ მუშაობდით ზამთრის პერიოდში ხო კი ზამთრის პერიოდში ახლა როგორც ზაფხულში ისე არ იყო მაგრამ რაღაცა მაინც იყო და იყო შემოსავლის წყარო და ნუ ყოფილო არ ვიყავით ახლა მაგანე დიდი იგინი არ იყო მაგრამ რაღაცა იყო თვითონ თემზე მაინც იყო რამდენი იყო საშუალო შემოსავალი თუ საიდუმლო არ არის თქვენ რამდენი გრჩებოდათ ზამთარში ან ზაფხულში თქვა იყო რა საშუალო და ზაფხულში რა თქმა უნდა ეს სეზონურია ეს ამბავი არის სეზონური სუვენირებზე მუშაობა იმიტომ რომ უფრო ზაფხულის თემაა და უფრო კარგი სამუშაო მაგრამ ზამთარშიც იყო რა არის ახლა ყოველ შემთხვევაში მე პენსიონერი ხალი ვარ და ჩემს პენსიით რო არის ცხოვრება ეს ხომ ფაქტია აი ხო პენსიის ამარად დარჩით თუ გაგვთ რამე სხვა ის პენსიაც არა მაქვს არ დაგიმალავთ აი ბანკებს არ ყოფნის არაფერი ისიც არა მაქვს ჩათვალე იგიც არა მაქვს ხო არ დარჩით შემოსავლის გარეშე უკვე 4 თვეა ხო არ გვისმენს არავინ ვითხოვთ დავდივართ არავის არ უნდა ჩვენი მოსვლა ასე შეიძლება განა აპერებ თუ არა შეუერთეთ თქვა იგივე პროევროპულ საპროტესტო აქციას რომელიც აქ უკვე იმართება მათ შორის ბათუმში როგორც თელს ქვეყანაში ასე რუსთაველზე უკვე 500 დღეზე მეტია სწორედ იმ მოთხოვნებით რომ უნდა ჩატარდეს ხელახლა არჩევნებით რომ სისტემა თუ არ შეიცვალა გამოდის რომ ეს სისტემა არ ზრუნავს ადამიანის უფლებაზე არც ერთ სფეროში მათ შორის თქვენც ამის ცალსახა მაგალითი ხარ ჩვენ ვითხოვთ აი დღეს ვერ რაღაცა ჩვენ თემა ეს ისეთი არ არის რომ რაღაც გადაუჭრელი და რაღაც დიდი დრო ჭირდებოდა მაგრამ ფაქტორი არ აგვარებს ამას ხო თქვენ იმენიშვიდანაც ჩახმოდით ორჯერ 4 თვეად გახართ აქციაზე მაგრამ არ აგვარებს არავინ თქვენს პრობლემას აქ ჩვენ პატარაძის იმედი გვაქვს
ძალიან დიდი, იმიტომ რომ ამ იმის მიუხედავად რომ დღეს დილით 10 საათიდან აქტ გახადა არა არეცალა რაღაც არეცალა ყავდა ხალხი დღეს დავინახეთ ეთყობა არეცალა ამიტომ ვიმედოვნებთ რომ ეს ჩვენთან შეხვედრას უარს არ იტყვის შეხვდება დავილაპარაკებთ და შევთანხმდებით ამისი ძალიან დიდი იმედი გვაქვს ეხლა ჩვენ აქციები და რაღაცები ზაფხული კი გავა ამასობაში და მე ხო თუ ხედავთ რომ ყველა სფეროში პრობლემაა მათ შორის ბავშვებს სწავლებს არ აძლევენ ხო მაშინ ხომ არის იმის დრო რომ საერთოდ შეიცვალოს ეს სისტემა რომელიც ასე არღვევს ადამიანის უფლებებს არღვევს კონსტიტუციას და ქვეყანა მიყავს რუსეთისკენ ასე რომ გავყვეთ ძალიან დიდი პრობლემაა ჩვენს ქვეყანაში ძალიან აი რომ გავყვეთ ძალიან დიდი პრობლემებია მაგრამ ჩვენ დღეს ჩვენსაც ვითხოვთ ყველა თავის გასაჭირს ხდება დღეს ჩვენ რასაც ვითხოვთ და არ ფიქრობთ რომ ერთობა მნიშვნელოვანია ამ დროს რომ გაერთიანდეს ყველა ეს პროტესტი მნიშვნელოვანი და რა თქმა უნდა კარგია ხო და არ არის ეს ერთობა ხო თქვენ ახლა აქ თალკეთ გახართ თქვენ სიკეთ 2 მეტრში დგანან ის ადამიანები რომლებიც თქვათ კვადროციკლებით მუშაობენ ბულვარის ტერიტორიაზე და მათ კომენტარის გაკეთებაც კი არ უნდათ აპოლიტიკურები ვართ ამბობენ და ეხლა დაახლოებით 2 საათში მოვლენ პროევროპული აქციის მონაწილეები ამ ქუჩის გადაღვა ქუჩის მეორე მხარეს აქაც კი არ არის ერთობა აი ამ პატარა მონაკვეთში რა გავაკეთოთ რა ვიცი ჩვენ ვითხოვთ ჩვენსაც და სხვა რა არ ვიცი რა გავაკეთოთ ყველა თავის გასაჭირს ხდება ყველა თავის გასაჭირს კარგი თქვენი სახელი და გვარი ნანა დავითაც მადლობა დიდი მადლობა რომ დაგვიწყდით რომ მოგეთ ასეთია გზავნილები სუვენირები და ხილის წვენებით მოვაჭრე ადამიანების რომლებიც ბათუმში ბულვარის ტერიტორიაზე ასევე გოგებაშვილის ქუჩაზე ვაჭრობდნენ ისინი დაახლოებით 4 თვეა დარჩნენ უმუშავარი და მას შემდეგ პერიოდულად ისინი მართავენ საპროტესტო აქციას მათ ჰქონდათ აქციები როგორც აჭარის მთავრობის ადმინისტრაციასთან ასევე ბათუმის მერიასთან ორჯერ ჩავიდნენ ასევე ბიზნა ივანიშვილთან რომ მისთვის მიეწვინათ უშუალოდ ხმა მაგრამ აღნიშნავენ რომ მას შემდეგ პრაქტიკულად ის შეიცვალა რომ მათ არ ხვდებოდათ და შეახვედრეს გიორგი ცინცაძეს ბათუმის მერს და მიიღეს ასევე კონკრეტული შეთავაზება რომ ახალი ბულვარის ტერიტორიაზე განაგრძონ მუშაობა და გაკეთონ ისევ სუვენირები რაც არის მათთვის მიუღებელი პირობა იმიტომ რომ როგორც თავად განმარტავენ ის არ არის პოპულარული ადგილი ახალი ბულვარის ტერიტორიის კონკრეტული მონაკვეთი რომ გაკეთონ სუვენირები და ასევე ის კონკრეტული ადგილი შეიძლება იყოს მოგებიანი ასე ვთქვათ მხოლოდ 2 თვის განმავლობაში ივლისი-აგვისტო როცა პიკს აღწევს ზღვის სეზონი ხოლო წლის სხვა დროებში პრაქტიკულად ეს ადგილი იქნება მათთვის ძალიან წამგებიანი მაშინ როცა გადასახადი საკმაოდ მაღალია იმ აუქციონში რომლის გამოცხადებასაც აპირებს ბათუმის მერია როგორც თავად მოვაჭრეები ყვებიან ამას ასეთ იყო ბათუმელების პირდაპირ ჩართვა ამ დროისთვის ეს უბრალოდ ჩვენს ვებგვერდებს ბათუმელები G-დან გაზეთი G რომ მიიღოთ განახლებული და სანდო ინფორმაცია მოგება ყურადღებისთვის დროებით